დიდი ლამშვიდობის. თერთმეტი საკლია 15 წუთი. 1-10 წუთიას წინა. დილით ცოტა ჭირვეულობს, ხოლო უბრალოდ არ ჭირვეულობს, არ ეძინება, რა ქნას. დედას გული. დღეს პირველად გავიყვანე გარეთ დილით, აი ძალიან 9 საათისთვის. ხო და 1-10 წუთი ვასეირნე, ჭრდილში რომ ზეზე თვალები ეჭვიტებოდა. მაგრამ მაინც მეთქი ხა შევიყვან და აი ივანე იყო მაგალითად გარეთ რომ გავასეირნებ და შემოვიყვანდი, აი მკვდარივით ეძინა ხოლმე. ეს აი სამივესგან განსხვავდება. სხვანაირი თავისებური ხასიათი აქვს. არ ეძინება, სულ არ აინტერესებს. არ ეძინება, ვერ დააძინება. აი ხაც რა უნდა ბაკითხეთ. ჭიჭიტება. ეხლა უნდა გავპარულიყავი და თავი დავიბანო მეთქი. ხახნო გარეთ დაიწყეს აი მეების გაკეთება, აი როგორც იქნა გავდივარ ბოლოში. ზალაში ჯდომა მომენატრა, საძინებელში ვარ გამოკეტილი. საღამოს რომ მოსაღამოვდება. და ანუ ერთად დაჭა, არა, ვერ დაჭდები. იმიტომ რომ ორი სკამით გაისეთი რა. პატარა ტაბურეტკას რო ეძახიან და ერთი კრესლო. კრესლოში ოჯახის უფროსი ზის. ხალაშა ხამბიძი. ვინც დაასწრებს. ხო და ეხლა მე სად გავალ იქ. აი დღის განმავლობაშიც რომ ელემენტარულ ტელევიზორს უყურე და დაბალხმაში და ესეც იქ იყოს. ვერა რა. მომენატრა იქ ყოფნა. მე მგონი გადაიტო დილის 6 საათიდან ამ დრომდე, არა 9 საათამდე. ამ დრომდე არა ხა უკვე დიდი პამპერსი არის. 6 პამპერსი გამოიცვალა. რა შეანაღლებს? საერთოდ არ აინტერესებს რა ღირს პამპერსი. დედას ცხოვრება. გადმოაბრუნო თუ გადავაბრუნო თუ არა Nein. Jamot. Ay jamot. D'accord. ან მოვახერხებ თავის დაბანას ან კილის წავალების ჩიტკაი. ოთახში ვართ გამოკეტილი მე, გაბრიელი და სერიალი. თავისი ყური უჭირო. გაუშვიდეთ კუკეტინება, გაუშვიდეთ და რა ძალით უჭირო. კურიერმა დამირეკა ეხლა. ეს კურიერი ვარო და მალე მოვალო და მოკლედო. და გამახსენდა რომ დღეს
წინა კვირას რო ხატი ვიყიდე, ის უნდა მომივიდეს. მამა გაბრიელი და მამა პაისი. და გამიხარდა. ეხა ნინოს ვეტყვი, გაემზადოს, რომ გაიხედოს და მომიბრძანოს ჩემი საყვარელი ხატი და განახებთ როგორი ლამაზია. გავიპაროთ. სანამ სცინავს. კომპიუტერში ვაერთო ერთი წამით. 19 ლარი უნდა კურიერს. ტელეფონსაც წავიყოლებ, რომ დარეკოს მოპასუხო. ციროდი. ეხლა ის უნდა გავაღოთ უხმაურად. რა ხმაია? დავიპაროთ. დატილიანებას გადავრჩით. მაიმი, მოდი მზის ფერი, მოდი. შენ მზის ფერია რა. შენ ახლა პატარა ეკლერი. ვის მოგენატრად ჩემი პიცოები? ვაიმე, ჩემი ცხოვრება. მოდი დედიკო, მოდი. მოდი აქ. თქვენ რა გონიათ, რომ ეს არ ამყავ? თქვენ რა გონიათ, რომ ეს ჩემი ცხოვრება? გავაგდე, თქვენ რა გონიათ, რომ არ ვეფერები? ეს დედას მზის ფერია, ხალხმა. ხო, ჩემო ცხოვრება. მე დედას წკრიალა ბიჭიათ, ბანაობს ისევ ჩვეულებრივ და ყველაფერსაც აკეთებთ. აი, მე გაიძარდა, ნახე რიჟა. გაიძარდა. ჩემი რიზიკა. დედას. გავტყიდე. Dedi ჩემო პაწეცი. სიცეს. ვასწარი. არაულში ნანი დავტოვე. ავიდე ხა ვაკითხო. სანამ ჩაი ადურდება და სანამ კურიერი დარეკავს. მიუხედავად იმისა, რომ საჭმელი ჭამე კიდევ უნდა ვჭამო. საერთოდ არ ამშია, მაგრამ ხოს. სმეტანა პურს და ჩაი შევჭამ. და მე ბულიონი მაქვს გამზადებული, იმაში ვჭამ. შენ ხო გაჭამე უკვე? ჩემი მზის ხილი. შენ ჩემი მზის ხილი ხარ და გავიწყდა? ამიტომ შენთვის არაფერი მენანება. ავი მე ხოლმე ეკავდა. ერთი წამით თვალი მოუკარდი თუ არა. არ ვიცი ხარ ტელეფონში ხოლმე ვიდეოს რო ვერებ ხმა არის თუ არა. რეკვის დროს. მალაკოს კიდო დამავიდე. ჩაიში რო ჩავიდო, ამიტომ კარაქს ჩავიდე. აქ ვიკეთია ივანეს ცეკვის ქამარი და იმდენად მესიამოვნა იმ ტკივილს ამცირებს, რა ტკივილებიც შიგადაში აქვს კიდე. ძალიან არ მიჭერს. ოდნავ მაქვს სიმყარე და სასიამოვნოა. ადაიკნავლე ხა იქ ჭამე ბოლომდე.
ალბათ ქაფს რომ ორჩევიან დღეს, შეიძლება საღამოს შეღებაც მოასწროს. თან მეწოდებას გადარბენაზია ეს. საღამო ხანს მე ისევ დალაგების იმაში ვიქნები. წავედი ახლა. დაუბრუნდე ლოკაციას. რაც მაქვს მისჯილი. ჩემი ატრიბუტებით. რა კარგი. რა ბედნიერება. სხვადასხვის ის ლაქები გამიქრება. აღარ არის. აი ოდნავ მაგაიქ. აი ეს აღარ მაქვს. დაიგეთ. გვერდი შეუცვალე. ტელეფონი ავგენი. აი მე ხელში მიჩინო. ცოტა სევდიანი სერია იყო. ოცდამესამე. კურიერს ველოდები, რა ვიცი, რით ვეღარ დარეკა. ერთი სული მაქვს, ხატი ჩემამდე მოვიდეს. მობრძანდეს და განახოთ. რეკავს. ნინო, მოიდა. ეხა ჩაის დავლე რო არ გამიწივდეს. და გავხსნათ მე ჩვენი ხატი. კურიერს უნდა და 19 ლარი და 20-იანი გავატარე და იქ არ გამოვართო თქო და არ გამომიშვაო. ხურ და მომცა მაინც. ჯერ ჩაის დავლე. თორე გამიცივდება და ბაიასფი არ ეკნება. დედას გული არის. ვერ მოვითმინე. თან დავლე და თან გავხსნი ხატას. ისევ ცხელია. ფული ჩაურიცხე სამშობლოში მიდიოდი მაშინ. მე უხერხურა რომ მეთქი მაგას მიწერებ ჯერ აღარ გამომიგზავნო მეთქი, მაგრამ არ მინდოდა რომ ისეთი შეგრძნება ჰქონოდა რომ ვიღაცა
ხატის თხოვა გააკეთებინა და მე ახარ და ფულთან ხა ჩაურიცხე რომ მეთქი აუცილებლად მინდა. როგორც კი დავბრუნდები თქო. ხო და ეხლა ნახოთ ჩვენი ხატი. სადგამია. ხალხო ნახეთ რა ლამაზია. თავისი ხელით არის ხალხო დაწერილი. TikTok-ზე და Facebook-ზე ნახეთ ინგლისური ასოები თამო ბურდული. იცით რა საყვარელი თქო. ყველას ოჯახს ეწეოდეს. ჯერ არ გავხსნი პარკიდან, რადგან არ დაიმტვეროს რემონტს რომ მორჩებით. ხატები გვაქვს ძალიან ბევრი დასაკიდე კედელზე და მაშინ დავკიდებ. ჯერჯერობით აქ დავდებ ოთახში. გაბრიელდა. აქ დავაბრუნებ.